ორი პროდუქტი, რომელიც არასდროს უნდა მიიტანო მაღაზიიდან სახლში და თუმას დაინახავს სუფრაზე, უნდა მოერიდო. მე ვარ გიორგი ღოღობერიც, ონკოლოგი. ჩემთან ხშირად მოდის პაციენტი მსხვილი ნაწლავის სიმსივნით და მისი ოჯახის წევრები ანერვიულებულები ხშირად კითხულობენ: ექიმო, ჩვენ რას უნდა მოვერიდოთ, რა არ უნდა მივირთვათ, რომ ჩვენც არ დაგვემართოს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე? აქ მიდგომა ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ორს აქვე კეტყვი: მოერიდეთ დამუშავებულ ხორცს. აქ მოიაზრება ძეხვი, სოსისი, ბეკონი. მით უმეტეს კიდევ მერე სახლში შემწვარი ეს ყველაფერი. მათში ძალიან ბევრია ნიტრატები, ნიტრიტები, ჰეტეროციკლური ამინები, პოლიციკლური ნახშირწყალბადები და კიდევ ბევრი სხვა. ესენი ზრდიან ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედების დნმ-ის დაზიანების ხარისხს. ხოდა საბოლოო ჯამში, როცა ადამიანი გახდება უკვე 45 წლის ზევით, სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს. ამიტომაც მოერიდეთ. და მეორე, ეს არის წითელი ხორცი. მით უმეტეს დროს შემწვარი, ან მოიაზრება საქონლის ხორცი. ხოდა ეს ხორცი შემწვარი ხომ? ასევე ზრდის სიმსივნების განვითარების რისკი, იმიტომ რომ მათში ძალიან ბევრია ჰემური რკინა, რაც იწვევს თავისუფალ რადიკალების ფორმირებას და ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას და მერე სიმსივნის განვითარებას. თუ ამ პროდუქტებს მაინც მიიღებ, ან მოგიწია მათ მიიღება, ეცადე რომ მათთან ერთად დიდი რაოდენობით მოიხმარო ხოლმე ხოსნეული ხილი, იმიტომ რომ მათში შემავალი ბოჭკოები პერისტალტიკას აჩქარებენ და შედარებით ამცირებენ ტოქსინების ნაწლავის ზემოქმედების სიხშირეს, ასე რომ იკვები უსაფრთხოდ.